გამარჯობა. დავწყვიტე ისევ რამდენიმე დღის vlog-ი გადავიღო. ზუგდიდში ძლივს გამოვიდა ამინდები და მზეა. ახლა მე და ჩემი დავევდივართ ანაკლიაში, აუზზე. ზღვა როგორც გავიგეთ ფინცურიაო ძალიან და მოკლედ ვირჩიეთ რომ წავიდეთ აუზზე. მივყვებით ავტობუსს. დაახლოებით 45 წუთში გვიქნებით. Let's go. გამყევით. გამიძე. ზუსტად 1 საათი დამჭირდა. ჩამოვედით. ეს არის ჩვენი ადგილი, სადაც არის აუზი. ავედით ახლა სახლისკენ. კარგად დავისვენეთ, დავირუჯეთ, ვიჭყუმპალავეთ. ახლა კი 1 საათიანი გზა გველოდება წინ. მოკლედ სანამ ავტობუსს ველოდებით, მინდა გავსინჯო ბორჯომის ლიმონადი. სხლის. ზოგადად გაზიანი არ მიყვარს და ავსვამ უკვე ძალიან დიდი ხანია, მაგრამ აი ეს სიცხე რო არის და აი უცებ გაზიანი და ესეთი ცივი რაღაც მომიდება. ეგ დავემართა ეხლა და ძალიან ცოტა კალორია აქვს. ასე თუ ისე ჯანსაღია, ნუ შაქარი აქვს, მაგრამ ასე თუ ისე ჯანსაღია, ამიტომ კაია. მაგრამ უფრო ცივი გამისწრებოდა ყინულებით. რეკლამა არ არის. უწევ რეკომენდაციას. ოკეი. იმედი ლიმონის გემოვაკ. დაგიმარჯვეთ. წავსულიყავით ავტობუსით, ხო? ძალიან დაგვეზარა 1 საათი ავტობუსში. ყოფნა ამ სიცხეში და გამოვიძახე ტაქსი. ზუგდიდამდე. ავტობუსში თუ 1 საათი დაგვჭირდა, ტაქსით დაახლოებით 9 საათში მივდივართ, ხო? ია. ჰაი, დღეს არის მეორე დღე. გავემზადე ახლა მოკლედ და მივდივარ პედიკურის და მანიკურის გასაკეთებლად. ზუგდიდში. ნახოთ აბა როგორ გამიკეთებენ. გამიყვები ასე. გამოვედი. ძალიან მომეწონა როგორც გამიკეთეს. ახლა ვფიქრობ რომ ცოტას გავისეირნებ და საერთოდ სახლამდე ეფექტით ხომ არ მივიდეთ თქო, ახლა მაგას ვფიქრობ. თან დაგათვალიერებინებთ აქაურობას. ეს არის ზუგდიდის ბულვარი. და სახლში მივდივარ ახლა ფეხით. დაუბრუნდი მეკრიხანია უკვე. ვისადილეთ, შემდეგ იტალიური ვიმეცადინე და ახლა ჩილაობ.
საჩილაო ადგილას. ცივი ყავა და წიგნი. და ერთ საათში მაქვს იტალიური. ეს როგორ გადაწყდა, მაგრამ მე Che cosa? Aperitivo არის ბევრი ლოკაციები. ლოკალე არის ლოკალე ლოკაციას ნიშნავს ადგილს. კი. Hello. გავიმზადე და მივდივარ სავარჯიშოდ. ტაქსი უკვე გამოძახებულია და წესით მალე მოვა. და let's go. სამზარეულოში მოკლედ ჩემები გიждდებიან ჩემს სტაფილოს ნამსხვრევზე. ამიტომ ეგ პასუხისმგებლობა ჩემზე ავიღე და ვაკეთებ სტაფილოს ნამსხვრევს. თან მინდა რომ გაჩვენოთ როგორც ვაკეთებ. ნიგოზი გავრეცხე. ნუ წყალში ამოვავლე. ესე შეშრება სანამ სტაფილოს დავხეხავ. ახლა უნდა გავხეხო სტაფილო, რაც ყველაზე მეტად მეზარება, მაგრამ რას ვიზამთ? სტაფილოს დავხეხეთ. ახლა ეს ნიგოზი უნდა დავჭრა უწყვეტ ნაწილებად. ეს არის ყველა ინგრედიენტი, რაც დაგჭირდება სტაფილოს ნამსხვრევისთვის. ზეთი, ყავისფერი შაქარი, ქვილი, დარიჩინი, ვანილი, 5 კვერცხი, ნიგოზი და სტაფილო. ეს გზა რო გადის, აქ ყოველ წელს გავდივართ ხოლმე. ესეთი ტრადიცია გვაქვს და ზოგადად არის, რომ თვალები უნდა დახუჭო და მთელი ამ გზის გავლისას უნდა ჩაიფიქროს სურვილი. 3, 2, 1.
Biz خیلی مامرا کند. برگه ویدید. اوی. تو حالا برو گاو خیلی. آره. بای. آوا کارش. بگم فکر سوره بسه. فکر کنم مرد آفکسه. ارجع أخلو طالي. مش نيجي برا مسات أمامه. طالي من ميارا ورا كاتي أخي. ძალიან კაია მინდია, არც ცხელა, არც ცივა, აი და ესეთი ლამაზი ხედია წინ. კარგია ზუგდიდი. Hello. Hi. ეს მე ბიძაშვილი, 1, ჩემი მამიდაშვილი, 2 და ჩემი და 3. და მოკლედ გამოვედით სასეირნო დადიანებაში. და ხო, მოკლედ კარგ დროს ვატარებთ, თან ჭორავთ და Hello. დღეს აღარ ვიცი უკვე მე რამდენი დღე რასაც ვიღებ, მაგრამ დღეს არის ჩემი ძმის დაბადების დღე. ესეთი გეგმა რომ მთელი დღე აუზზე ვიქნებით და დავისვენებთ. მერე დიდი ალბათობით წავალთ რესტორანში და საღამოს ტორტი და მთელი ამბები. მე და დეიდა ჩემი მივდივართ ახლა ტორტის საყიდლად და რომ მოვიტანთ მერე წავალთ უკვე აუზზე. ესე გამოვიყურები. Привет, торты. А я чисто подобись დღეს. მოვედით ხინკლეს საჭმელა. Oh my god. Yeah.